მკვდართა წიგნის წარმოდგენებით გარდაცვლილის ახი, ანუ სული, მარადიულობას ვარსკვლავებს შორის გაატარებდა. მისი სხეული, კა, კი მიჯაჭვული იქნებოდა სარკოფაგის საკანთან. მისი ბა, ანუ სამშვინველი, კი შეძლებდა ცოცხლების სამყაროს მონახულებას, ზეცაში გადანაცვლებას, მიწისქვეშეთში ჩასვლას და იანუს მინდვრებში მარადიულ ნეტარებას, რომლებიც მათთვის სამოთხის ტოლფასი იყო. ამიტომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი სულის დღისით გამოსვლა სხეულიდან. მკვდართა წიგნის გამონათქვამები ძირითადად პაპირუსებზე იწერებოდა. თუმცა ადრეული ნიმუშები ნაპოვნია ასევე მუმიების სახურავებზე და სარკოფაგებზე, მოგვიანებით კი სამარხების კედლებზეც. მისი უძველესი ეგზემპლარები დათარიღებულია მე-17 საუკუნის დინასტიით, ძველი წელთაღრიცხვის 1650-1567 წლებში, მაგრამ წიგნის ფართოდ გამოყენება დაახლოებით თოთმეს მესამის მეფობის პერიოდიდან იწყება, ძველი წელთაღრიცხვის 1599-152 წლებში. ცოტა ხნით წყდება ამარნას ეპოქაში და ისევ ჩდება ტუტანხამონის სამარხში. 26 დინასტიიდან იწყება მისი ნამდვილი გაფუჭკმის პერიოდი. ამ დროიდან მას ემატება ახალი გამონათქვამები და ხდება მათი თანმიმდევრობის კანონიზირება და ფიქსირდება 192 გამონათქვამი. ამ რედაქციას საისურს უწოდებენ, განსხვავებით წინა ჩამოუყალიბებელი ვერსიისგან, რომელიც თებეს რედაქციის სახელით არის ცნობილი. ამ ვერსიაში 1-დან 16-მდე ნუმერაციის გამონათქვამები მოიცავს გარდაცვლილის შესვლას სამარხში და მიწისქვეშეთში ჩასვლას. გარდაცვლის უბრუნდება გადანაცვლების და მეტყველების უნარი. 17-დან 63 გამონათქვამის დახმარებით გარდაცვლის შეუძლია იყოს კვლავ დაბადებული რასთან ერთად. 64-დან 129 გამონათქვამამდე მოიცავს გარდაცვლილის მოგზაურობას ზეცაში, რასთან ერთად და საღამოს მიწისქვეშეთში ჩასვლას. 130-დან 189 გამონათქვამი აღწერს გარდაცვლილის, როგორც ერთ-ერთი ღმერთის არსებობას სამსჯავროზე გამართლების შემდეგ. მიცვალებულთა წიგნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია 125 თავი, რომლის შინაარსს ცოდვების უარყოფის ტექსტი შეადგენს. სალამი შენ, დიადო ღმერთო, ორი სიმართლის მეუფევ, მე მოვედი, რათა შენი მშვენება ვიხილო. ჩემთვის ცნობილია შენი სახელი, ჩემთვის ცნობილია 42 ღმერთის სახელი, რომლებიც იმყოფებიან აქ, ორი სიმართლის მხარეში. ისინი ელიან მათ, ვისაც ბოროტება აქვს ჩადენილი და სვამენ მათ სიცხლს, მათი უნეფერის წინაშე წარსდგომის დღეს. თქვენ ცნობილი ხართ ჩემთვის, სამართლის მეუფეებო, თქვენთან მოვედი სიმართლით, თქვენი გულისათვის უარ ვყავ უსამართლობა. მე არ ჩამიდენია ბოროტება, მე არ ჩამიდენია ცოდვა წმინდა ადგილას, მე არ მიყვარდა მკრეხელობა, მე არ დამიჩაგრავს სუსტი, მე არ გამაჩნია ცოდვა ღმერთების წინაშე, მე არ დამიჩაგრავს მონა ბატონის თანდასწრა